ეს აი რა ანი და ბანზე ვლაპარაკობ, ხო ახლა რა. აი ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც გამოავლინა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ქართული სამოციქულო ეკლესიის მიმართ ისეთივე მიუღებელი უნდა იყოს სომეხისთვის და საერთოდ სომეხი გრიგორიანელისთვის, მუსლიმური თემის წარმომადგენელისთვის, როგორც ნებისმიერ მართლმადიდებლისთვის. მე თუ პატივს არ ამცემს, ქართველს თუ არ ამცემს ეს ხელისუფლება, სხვას როგორ ასცემს ის პატივს და იცით როგორ არის საქმე, ხა ყველას მინდა გავახსენო. ჩვენ როცა გვინდა თანაბარი უფლებები უნდა გქონდეს, ხო? უნდა გქონდეს გეთანხმებით, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, თანაბარ უფლებებთან ერთად თანაბარი მოვალეობებიც უნდა გქონდეს ჩვენ. სხვანაირად ვერ გამოვა. მარტო უფლებები და მარტო მოვალეობები ცალ-ცალკე ეს არის ანაქრონიზმი და ეს არის რაც ქმნის პრობლემებს. ხო? ეს ქვეყანა მარტო ქართველების და მართლმადიდებლების არ არის ჩემო ძვირფასებო, ეს არის აქ მაცხოვრებელი სომხებისაც, აზერბაიჯანელებისაც, ქურთებისაც. აგენს ვენაცვალეთ აფხაზეთში როგორ იომეს თბილისელმა ქურთებმა ჩვენ ხო ვიცი რა დიდ მადლობა აზერბაიჯანელებმა თბილისელმა სომხებმა როგორი პატივი გვწევს ხო მაგრამ ჩემ ეხსიერებაში მაინც რჩება რაღაცები ხო არც ერთ ქართველს არ გვიხარია ისე როგორც არც ერთ სომეხს არ უხარია ის რაც არის ბაგრამიანის ბატალიონი რაც იყო აფხაზეთში ხო ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ ყოველთვის ის ანისის აღებაც უნდა გვახსოვდეს დავით აღმაშენებელზე სომეხი ისტორიკოსები რო წერენ რომ უფალმა მხსნელი გამოგვიგზავნო ქართველი ისტორიკოსები ისე არ წერენ დავით აღმაშენებელი გაწალებულად კი ღმერთმა გადაგვარჩინა ეს ყველაფერი უნდა გვახსოვდეს ისე ვამბობ ეს არ არის სათვალავი ჩვენ შორის ეს არ არის ვალი რომელიც სომხებს რაიმე გასასტუმრებელი აქვს ქართველებთან არავითარ შემთხვევაში ღმერთმა დაგვიფაროს როგორც ძმებს შორის არ შეიძლება ვალი არსებობდეს ისე სომხებს და ქართველებს შორის ვალი არ არსებობს მაგრამ ეს ხო უნდა გვახსოვდეს ჩვენ ყოველთვის ხო უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის ფასი ხო უნდა ვიცოდეთ ჩვენ ეს და ამ მომენტში როცა ასეთი უპასუხისმგებლო ხელისუფლება ყავს ასეთი დამანგრეველი ძალა მართავს საქართველოს ეს უნდა აშინებდეს როგორც ქართველებს ისევე სომხებს და ჩვენ პირიქით იმის მაგივრად რომ ერთმანეთს საყვედურები უთხრათ ხო პირიქით შეკავშირებულები უნდა ვიყოთ და საერთო სტრატეგია უნდა გქონდეს. ღმერთმა დაგვიფაროს დიდი კავკასიური ომისაგან, რომელიც შეიძლება ძალიან უნდოდეს მიხეილ სააკაშვილს, ახლა ჰაერივით შეიძლება სჭირდებოდეს. და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ებრაელებს ხო გადაგვამტერა, ვერაფერი ვერ გადაგვამტერა თვითონ, ასე გონია. ისრაელთან საქართველოს და ისრაელის ურთიერთობა დათო ახლა სანიმუშო ამბავი იყო, ხო? ჩვენი უახლოეს დამოუკიდებლობის პერიოდი ახლა 20 წლის განმავლობაში. ეს იყო სანიმუშო. თანამშრომლობა ძალიან გვეხმარებოდა ჩვენ ისრაელის სახელმწიფო. საერთაშორისო ასპარეზზე ღიად, ფარულად, ყველანაირად ხარს გვიჭერდა. აღმოჩნდა რომ შეიარაღებითაც გვეხმარებოდა, ამან რო გაუბაზრა მიშა. თელი ზებრაული ამუნიცია და იარაღი რუსებს ჩააბარა. რაკნა ახლა ხო ცდელობა აქვს რომ გააფუჭოს ისრაელთან ურთიერთობა. მე არ ვიცი ახლა ამის მიზეზი რა მე ერთი ეჭვი მაქვს რა თუმცა დადასტურებული არ მაგრამ ეჭვის გამოთქმის უფლება მაქვს ხო? მე ვფიქრობ რომ რაღაცა არაბულ საბანკო სისტემასთან აქვს რაღაცა მაიმუნობები ხო დადის შეიხებთა დაგულოს. ხო და შეიძლება ესეც პირობა იყოს რომ გააფუჭოს საქართველოს ურთიერთობა რომ დააბინაონ მისი ფულები. შეიძლება. არც ეს არაა არ იკადრებს არ არის ამის მკისრებელი თუ რა? და მით უმეტეს ახლა ხო ერთი გვაკლია ახლა ერთი გვაკლდა და ესეც შეიძლება დაგვიმატოს ხო ამიტომ სიმთხილე გმართებს ორივე მხარეს სომხურსაც და ქართულსაც მე მადლობელი ვარ იგივე იმ სომხების ვინც ძალიან სწორი და ადეკვატური შეფასება მიცეს ორი პატრიარქის შეხვედრას აი აღფრთოვანებული ვარ მე მეცაძგებ ძალიან დამდრგუნველად იმოქმედა იმ ჩანაწერი რომ ვნახე მე ორი პატრიარქის საუბრისა ხო და მე როცა ვნახე ის სომხური საიტები როცა ვნახე აი ბედნიერების განცდა მქონდა რა ინტელექტუალები ერევანს ყავს აფერულ სომხებს რა აფერულ სომხებს აბსოლუტურად სწორი შეფასება მიცეს ამას აი სხვა შეიძლება რა უცნაურობა მე ერთხელ ვისაუბრე აქ აი მათი სიტყვები არ დამოესწრებათ 30-მდე ბლოგერი იყო აქ ჩამოსული გაზეთის რედაქტორები, წერლები და
თუ კი თქვენთან დემოკრატია გაიმარჯვებსო, ჩვენთანაც გაიმარჯვებსო. ჩვენ თქვენი დიდი იმედი გვაქვს, რომ მე ვთქვარი კაცო, ცოტალი ვარჩევ. თქვენო დიდი ერი ხართო. აი, საოცარი სიყვარული დაგვიფიქსირეს, აქ იყვნენ ერთი 8 თვის წინ ჩამოსულები და ეს არის, აი, ესეც ჩვენთვის არ უნდა იყოს უცხო, არ უნდა იყოს ახლა ჩემო ძვირფასებო, ხო ახლა. ქართული მართლმადიდებლურ ეკლესიას რო განსაკუთრებული სტატუსი უნდა ქონდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არავისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს. დათო უფალმა გვაჩუქა ჩვენ ღმერთმა გვაჩუქა, დღეს შერჩენილი გვაქვს, ისიც აღარა გვაქვს შერჩენილი 70,000 კვადრატული კილომეტრი და ჩვენი წინაპრების სისხლით და ძვლებით და ოფლით. და გვაქვს საშუალება, რომ ამ 70,000 დედამიწის ამ მცირე ნაგლებზე, რომ ჩვენ განვითარდეთ, იმიტომ რომ მე ისევ ამბობ, არავის არაფერს არ ვამადლე, არავისზე უარეს და არავისზე უკეთეს, მაგრამ განსაკუთრებული კულტურის და ცივილიზაციის შემქმნელი ხალხი ვართ დათო ახლა ჩვენ, ხო, ქართველები. განსაკუთრებული, რამდენი ხალხი ვიცით ახლა ჩვენ, რომ დაფიქსირებული 15 საუკუნის ლიტერატურა ქონდეს, ხო? ხალხების 100-დან 99-მა ბიბლია თარგმნა მე-19 და მე-20 საუკუნეში. ხო? ჩვენ გვაქვს ამის უფლება, რომ ქართულ ეკლესიას უნდა ქონდეს განსაკუთრებული სტატუსი საქართველოს ტერიტორიაზე შემოკარგება, თორე მაგალითები თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში. მე პოლონელი მყავს მეგობარი. მეუღლე ყავს ქართველი. და შვილი, საერთო შვილი ყავთ მართლმადიდებელი. პოლონეთში ცხოვრობა, ხო? აი მთელი პოლონური განათლების ყველაფერი პოლონეთში კათოლიკური ეკლესიის ხელშია და ეჭვი ხორგვებარება ჩვენ ეს ასე. ანგლიკანური ეკლესიის სტატუსი ინგლისში ვინმე ვიცით? მოვიკითხეთ როგორი სტატუსი აქვს ანგლიკანურ. დედოფალს ბოლოშია, ბოლო ტიტულში უწერია სარწმუნოების დამცველი, მეურვე. და რატოღაც ერიდებათ ამის თქვა, კაცო? აი რაც ხდება, ახლა ბელფასტში რაც ხდება, ხო? ეს ხო რელიგიური დაპირისპირება? ცუდია ესა, მაგრამ მის ხალის დათმობას არაპირებენ ირლანდიელები იქ. ბრიტანულმა სახელმწიფომ ვერ მოერია მათ, იმიტომ რომ ისინი თავისას ინარჩუნებენ და საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, მაინც კათოლიკები, ირლანდიელები დარჩებიან იქ გამარჯვებულები, იმიტომ რომ გამრავლება უფრო მეტი აქვთ მათ და დემოგრაფიულად უკვე პროტესტანტებზე უფრო მეტი არიან, ხო? რა არის, იცით ახლა მოდაში შემოვიდა, რომ რელიგიური თუ არის ადამიანი, ისაა ჩამორჩენილი. ვინც ასე ფიქრობთ, თქვენ ახათ ჩამორჩენილები, იმიტომ რომ ეგ მოდაში იყო 70-იან 80-იან წლებში ათეიზმი. ახლა აღარ არის ადამიანი ცხოველისგან ბევრი რამეთი განსხვავდება, მაგრამ უფლის შეცნობის უნარი აქვს მარტო ადამიანს. და ამას თქვენ ვერაფერს ვერ უზამთ, ხო? ეს არის ადამიანის ბუნება, როგორც ამბობენ, თან დაყოლილი ბუნებაა უფლის შეცნების, ხო? და რელიგიური საკითხი მით უმეტეს ისეთი ნატანჯი ხალხისთვის და ხალხებისთვის, როგორც ქართველები და სომხები ვარ, ამას გაფრთხილება უნდა, არ შეიძლება ასე დაპირისპირება ერთმანეთის. მით უმეტეს ამ დაპირისპირებაში ბევრია დაინტერესებული, ხო? მაპატიეთ, მაგრამ ვერ ექნება სომხურ ეკლესიას ისეთივე გავლენა და სტატუსი საქართველოში, როგორც აქვს ქართულ მართლმადიდებელ იმას ეკლესიას, სამოციქულო ეკლესიას. მაპატიეთ, მაგრამ ეს ასე იქნება ყოველთვის. ვერ იქნება ეს ასე. იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მძლავრი იარაღი ჩვენი იდენტურობის განსაზღვრისა ეს არის ჩვენი სამოციქულო ეკლესია. ნახევარი სამხარო ქრისტიანულია, მაგრამ სამოციქულო ეკლესია და ავტოკეფალური ეკლესია 14-ს აქვს, თუ არ ვცდები. ეს ჩვენი წინაპრების ვახტანგ გორგასლიდან მოყოლებული აგერ, აი ილია მეორემ აღადგინა და დაადასტურება, აღდგენა უпроსტორად მენშევიკების დროს მოხდა. დადასტურება, ანუ აღიარება ილია მეორის დროს მოხდა. ეს დიდი პატრიარქი არის ილია მეორე ჩვენთვის და საქართველოს ისტორიაში ის უკვე შესულია როგორც აღშენებელი პატრიარქი და მშვიდობის მყოფელი. რატო არის სულ ორი სხეულიდან შემდგარი ქართული ეროვნული სხეული? ეს არის სულიერი და ხორციელი, ანუ ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია. დღეს როგორი ანომალიური მდგომარეობა გვაქვს. ყველაფერს შვება დღევანდელი ხელისუფლება, რომ აზარალოს ქართული ეკლესია. ყველაფერს შვება ქართული ეკლესია, რომ არ დააზარალოს ქართული სახელმწიფო. და ამას ბოროტად იყენებენ ესენი რა. რატო შვებით ამას? რამდენი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება
ქართული ხელისუფლებისა და ქართული ეკლესიის მიერ უნისონში რო გაკეთეს, რამდენი ინიციატივა წამოვიდა პატრიარქისაგან სოფლის მეურნეობაზე, მთის განვითარებაზე, დემოგრაფიის ამოსაქარში. გაწყვეტის პირასა ვარ, დათო, მისული ახალგაზრდა აღარ დაგვრჩა. რეპროდუქციული ნაწილი ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი გასულია ქვეყნის გარეთ. ხო? რამდენი საკითხში შეიძლება ქართული სამოციქულო ეკლესიის გვერდში დგომა და მათი მაპატიეთ და გამოყენება ამ საქმეში, ხო? მოწადინებული არიან თან მით უმეტეს, ხო ამისთვის. საქართველოს მთა დათო, აი ავიღოთ. საქართველოს ჩრდილოეთი ნაწილი არის მთიანი, ხო? სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი. ჩვენ ტერიტორიის 1/3 არის. რამდენი გაცხოვრობს? 50,000 გაცხოვრობს. მარტო. საშინელებაა. აქედან 40,000 პენსიონერია. და მთა თუ მოგვერღვა ჩვენ. მორღოულია უკვე გუბას. და მორღოულია ესა. როგორი ინიციატივით გამოვიდა, ხო, პატრიარქია? ამაში ვინ შეიძლება გამოიყენო, ხო? ამაში ყველაზე პიონერი მედროში ამ საქმეში აგერ არის ეს ჩვენი სამოციქულო ეკლესია, ბერები, მღვდლები, მოწადინებულები არიან. 9 ის არის, რა ქვია, ბერი არის გარეჯის და მთელი ის ზოლი უკავიათ მათ. რა კაცი. 6,000 იყო შახაბაზი დროს გახსოვთ ერთ დღეს გაწყვეტეს. დიახ, და დღესაც ამოდის მათი წმინდა ნაწილები. შახაბაზმა რამდენი საქმის გაკეთება, ახლა ყველაფერი ხო რა პრობლემებიც აქვს ამ ქვეყანას, იგივე დემოგრაფიული პრობლემა არის, სოფლის მეურნეობის პრობლემა არის, მთის პრობლემა, კიდე სხვა განათლების პრობლემა, როგორი თანამშრომლობით, როგორი კარგი ურთიერთობით შეიძლება აი მოღალატე რო არ ყავდეს ეს ხელისუფლება და დამნაშავე, ხო? როგორ შეიძლება ეროვნული ხელისუფლების პირობებში, როგორ შეიძლება უცებ ჩვენ ფეხზე დავაყენოთ ერთად ქვეყანა, როგორც საერო ისე სასულიერო ხელისუფლებას. არ უნდათ, იმიტომ რომ ეს უნდა განადგურდეს სულიერად. ეს პრობლემა არც ერთი არაა მისი. სულიერად უნდა განადგურდეს. ეს იყო დარტყმა, ნახეთ რა აჩვენეს, ხო? გვიქნა რამე თქვენმა ეკლესიამ, რო იბრიქებოდით? აი ასე გველაპარაკება. ქენით რამე 50,000 რო გამოხედით, მრევლი. რაც ბევრი პრობლემები გვაქვს ისა გუბას, აქ ერთი პრობლემა გვაქვს რა. რაც მოძრაობის პრობლემა აქვს ამ ქვეყანას. ერთადერთი პრობლემა გვაქვს. სხვა ყველა პრობლემა არის მოგვარებადი და ესეც მოგვარებადია ჩემო დათო რა. მათ იმხელა შეცდომა დაუშვეს თავისთვის მათ დაუშვეს ძალიან დიდი შეცდომა. ეცეთ რა არის გუბას, ესეც გასაგებია, ეცეთ ახლა მათაც უჭირდათ აი სხვაჩვენს არ ვიცი თქვენ იცით თუ არა ეკლესიას ჩვენსაც უჭირდა 10-15 წლის ისე უჭირდა ახლა შორს ავიდეთ კაცო აი ამ სამების ტაძრის განათების ფული არ აქონდათ ეს მერია კიდე ხიშნიკები მართა იმად დააწერეს ამის გადახდა ამ დროს ქალა განათებას ეკუთვნოდა მისი განათებაზე და აი აქ ესეც სპეციალურად იმაშვებოდნენ, ავიწროებდნენ მათ თუ გახსოვთ ეს ღვინის ქარხანაც რომ ის რამდენიმე წლის შევარდნაძე ვერ ამუშავდა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ერთო ვალებში ისქრეს და გააუბედურეს. სახელმწიფო ამ ხრივაც უნდა სერიოზულად მუშაობდეს. არც ერთი ჩვენი პარლამენტი, არც ერთი მოწვევის პარლამენტი სახელმწიფოებრივად ამ საკითხს არ მიუდგა. წეღან ახლა დემურის თავს საუბრობთ. რა უნდა მიუდგენ უციგნურებიან? უნდა მიუდგნენ. აი შემდეგი პარლამენტი, თუ კი პატრიოტსანი პარლამენტი დაკომპლექტდა. ეს არის ხალხზე დამოკიდებული შემდეგი პარლამენტი როგორი. მაგრამ აი დემური კარგად იყოს და დემურისთან დავიწყეთ ამას საუბარი რო ქონდა ცოტა და ვერ მოვასწარით. მართალია იცით აი არაა სწორი და კარგი რომ ბიუჯეტიდან იღებს საპატრიარქო და საერთოდ ქართული ეკლესია 22 მილიონს ეს არ უნდა ხდებოდეს როდესაც სახელმწიფო გაძლევს ის ავტომატურად მოაყოლებს თოფურიძესაც და გიგი უგულავასაც და ყველაფერი ეკლესია ფინანსურადაც თავისუფალი უნდა იყოს და მარტივი მექანიზმები არსებობს კანონში ცვლილებებია შესატანი აი ახლა ჩვენ ხო ხვდენიან 1%-იან გადასახადს ტელევიზიებს, თავს მოგვახვიან ბედნიერმა და წინაბედ პარლამენტებმაც, რომ ჩვენი წლიური შემოსავლის 1%-ს ვაძლევთ რაღაც მარეგულირებელი კანტორა არსებობს, ხო?